ეს ბაზრობა შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ რაღაც ახალი აღმოაჩინოთ. თუნდაც არ იყოთ კატარელი და მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან იყოთ ჩამოსული. ყოველთვის შეძლებთ რაღაც სათქვენო იპოვოთ ამ ბაზრობაზე. სახელწოდებით ერთი წიგნი, ერთი დოჰა. ჯეინ ოსტინი იქნება ჯალალედინ რუმი, ჰანს კრისტიან ანდერსენი თუ ალ ჰარირი. აქ ყველა მათგანის უკვდავ კლასიკურ ნაწარმოებს იპოვით და შესაძლოა რამდენიმე ენაზეც. დოჰის საერთაშორისო წიგნის ბაზრობამ უკვე რამდენიმე თაობას გაუღვივა ლიტერატურის სიყვარული კატარში, თუმცა წინ კიდევ ბევრი რამ არის. 24,000 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული წიგნის ბაზრობა მთავარ მოვლენად იქცა როგორც ლიტერატურის, ისე ხელოვნებისა და ზოგადად ცნობის მოყვარე შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ბაზრობაზე შედგა ჯავაჰერ ალ-საიედის შემოქმედების პირველი საჯარო გამოფენა სახელწოდებით მოგზაურობა, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ იქცა კატარი მარგალიტების მაძიებელთა ღარიბი პორტიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის გლობალურ ცენტრად. ყოველ წელს ამ გამოფენის მონაწილე ორგანიზაციების პავილიონები ისეა მოწყობილი, რომ კითხვის მოყვარულების ყურადღება წიგნის გარდა სხვა რამითაც მიიზიდონ. ქვეყანაში წიგნის კითხვის წამახალისებელი ყველაზე დიდი ინიციატივის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა კატარი კითხულობს, კლასიკური არაბული წიგნების კოლექციები აღადგინეს. ეს ინიციატივა პროგრამის ერთი წიგნი, ერთი დოჰა ხელშეწყობით განხორციელდა. აქ საზოგადოების კითხვის მოყვარულ წევრებს საშუალება ეძლევათ იკითხონ, გაიგონ ამბავი და საკუთარი შემოქმედების ნიმუშით შექმნან. ასეთია მაგალითად კატარელი ხელოვანის ვათა ალ-ალტბას ხალიჩა, რომელზეც მან გამოსახა სცენა ალ-ჰარირის ბრწყინვალე ნაწარმოები მაკამათის ხელნაწერებიდან. ეს ბაზრობა შესანიშნავი საშუალებაა, რომ რაღაც ახალი აღმოაჩინოთ, თუნდაც არ იყოთ კატარელი და მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან იყოთ ჩამოსული. ყოველთვის შეძლებთ რაღაც სათქვენო იპოვოთ ამ ბაზრობაზე. ბაზრობის ფარგლებში ასევე შედგა კულტურის სამინისტროს ახალი საენციკლოპედიო ინიციატივის დებიუტი, რომელსაც ეწოდება ეს კატარია. ეს კოლექცია 6 ძირითადი სეგმენტისგან შედგება, რომლებიც გვიყვებიან კატარელების ისტორიულ ფესვებზე, მათ კულტურულ მემკვიდრეობაზე, ველური ბუნების ბიომრავალფეროვნებასა და საზოგადოებრივ განვითარებაზე. დოჰის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე, რომელსაც 1972 წელს ჩაეყარა საფუძველი, თავდაპირველად მხოლოდ 20 გამომცემლობა მონაწილეობდა. დღეს მათი რიცხვი 500-ს აჭარბებს და ყოველ წელს მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ჩამოდიან მონაწილეობის მისაღებად. როდესაც საქმე დავიწყეთ, ძირითადად არაბული წიგნები გვქონდა, მაგრამ ახლა ინგლისური წიგნების რაოდენობაც იზრდება. ჩვენი კომპანიის ზრდა კატარის, როგორც კოსმოპოლიტური საზოგადოების სიმწიფეზეც მიანიშნებს, რომელიც განათლებასა და კულტურათა შორის ურთიერთობებს აფასებს. საგამომცემლო ინდუსტრიის სწრაფად გაციფრულებამ ხელი შეუწყო აუდიო წიგნების რაოდენობის ზრდას, რის გამოც ბევრი ძველი წიგნის მაღაზია დაიხურა, მაგრამ კატარში სრულად საწინააღმდეგო ტენდენცია შეინიშნება. წიგნების მაღაზიების დახურვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გადაჭარბებულია, რადგან 2024-25 წლებში პირიქით მოიმატა მაღაზიების რაოდენობამ. ამიტომ არ მგონია, რომ ხელოვნურ ინტელექტსა და ციფრულ პლატფორმებს წიგნების ჩანაცვლება შეუძლია, რადგან ის თავად წიგნის არსს ვერ სწდება. სამარყანდში საზოგადოების განვითარებას ვცდილობ და ჩვენი სტრატეგიის მიზანია, რომ ის წიგნებით მოვამარაგოთ, რათა ადამიანებს წიგნი შეუყვარდეთ. თუმცა გაციფრულება გარდაუვალი ტენდენციაა კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ჩვენი ერთ-ერთი წამოწყებაა ლიტერატურული ტყუპისცალი, რომელიც ხალხს თავსატეხს თავაზობს, კითხვებს პასუხსცემენ და მერე შედეგებს ნახულობენ. მათ შეუძლიათ ავტორებს შორის საკუთარი ტყუპისცალი იპოვონ. გვაქვს ასევე ვირტუალური ტური ჩვენს ბიბლიოთეკაში, რომლის ფარგლებშიც ხალხს შეუძლია კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შევიდეს და დაათვალიეროს ჩვენი აპარატურა და კოლექციები. გვაქვს გაციფრულების ცენტრი, სადაც ძველი თუ ახალი წიგნების გაციფრულება ხდება, რათა ხალხს მათზე ხელი ინტერნეტით მიუწვდებოდეს. რაც შეეხება პროგრამას ერთი წიგნი, ერთი დოჰა. მისი მიზანია, რომ წაახალისოს ახალგაზრდები თუ მოხუცები, რომ გასცდნენ ქვეყნის საზღვრებს და სხვებთანაც ითანამშრომლონ ინიციატივა კულტურის წლების ფარგლებში. კულტურის წლების 5 გამოშვება გვქონდა და შედეგად პროგრამის ერთი წიგნი, ერთი დოჰა წიგნები 4 ენაზე ვთარგმნეთ, მათ შორის ესპანურად, ფრანგულად, ინდონეზიურად და გერმანულად. ამ წიგნების დამსახურებით ჩვენი პროგრამის მოქმედების არეალი გავრცელდა და კულტურული გაცვლის შესაძლებლობა მოგვცა, რადგან კულტურის წლების ინიციატივის ფარგლებში, რომელი ქვეყანაც ხდება პარტნიორი, იმ ქვეყნის წიგნები ოჯახში საკითხავი წიგნების რიცხვში შეგვაქვს დოჰაში. სანამ კატარი თავისი ამბისწერას აგრძელებს, დოჰის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა რჩება ადგილად, სადაც შეგიძლია იპოვოს სასურველი მწერლები, პოეტები და მხატვრები, რომლებიც ქვეყნის ინტელექტუალურ ჰორიზონტს გააფართოებენ.